ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე მესამე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონებზე საპასუხო ზომების ნაცვლად ხელისუფლების ოპონენტები ევროკავშირს ურჩევენ ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვოს. ოპოზიციის დღის წესრიგის მთავარი თემაა ქართული ოცნების ხელისუფლების არაღიარების საკითხიც. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის სტატიიდან ირკვევა, საქართველოს ხელისუფლების არაღიარების საკითხზე ევროკავშირში ერთიანი პოზიცია არ არსებობს. იოზვიაკი ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიუსელში აზრთა სხვადასხვაობის გამო ამ დრომდე ვერ წყვეტენ, როგორ განაგრძონ ურთიერთობა ოფიციალურ თბილისთან. იოზვიაკი ქართული ოცნების ხელისუფლების მხარდამჭერებად სლოვაკეთსა და უნგრეთს ასახელებს. სანამ ბრიუსელი საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობებზე ჩამოყალიბდება, ქართულ ოცნებაში უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს Deep State-ის გავლენით ხსნიან. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ევროკავშირისა და ოპოზიციის კოორდინირებულ ანტიქართულ ქმედებებს Deep State-ის დამარცხებით დონალდ ტრამპი დაასრულებს. რატომ დაასახელა ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის დიპლომატიური პასპორტების შეჩერების საფუძვლად გასულ წელს ქართული ოცნების ავტორობით მიღებული ორი რეზონანსული კანონი გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონმდებლობა. შეკითხვამ მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი მოიცვა, თუმცა განსხვავებულია შეკითხვის ინტონაციები. მართველი გუნდი გაკვირვებულია, ოპოზიცია კი უკმაყოფილო. მაგალითად, ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ ევროკავშირს დიპლომატიური პასპორტების შეჩერების საფუძვლად გაცილებით მკაცრი არგუმენტაცია, არჩევნების გაყალბება და ხელისუფლების არალეგიტიმურობა უნდა დაესახელებინა. არჩევნებიდან 3 თვის თავზეც ოპოზიცია სწორედ ამის მტკიცებაშია და მიუხედავად დასავლეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობებისა, უმაღლეს დონეზე მსგავსი ღია განცხადება არ გაკეთებულა. რა პერსპექტივები არსებობს ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის, ან რამდენად რეალურია ევროკავშირში ერთიანი პოზიციის ფორმირება? ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ თემაზე სტატია მოამზადა რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა, რომელიც ევროკავშირის ოფიციალურ პირებს ესაუბრა, თუმცა მათ ვინაობას არ ასაჯაროებს. რესპონდენტების განცხადებებზე დაყრდნობით კი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკაზე ევროპაში ერთსულოვანი პოზიცია არ არსებობს. საგარეო პოლიტიკის საკითხებზე კი ნებისმიერ მკვეთრ გადაწყვეტილებას ყველა წევრის თანხმობა სჭირდება. თუ საქართველოს ღია მხარდაჭერას უცხადებენ სლოვაკეთი და უნგრეთი, მის პოლიტიკას მკვეთრად ეწინააღმდეგებიან ესტონეთი და ლიეტუვა, რომლებიც ქართული ოცნების ხელისუფლებასთან და ახალ პრეზიდენტთან კონტაქტების შეზღუდვას ემხრობიან. თუმცა ისინიც კი პროგნოზირებენ, რომ დროთა განმავლობაში ეს მცდელობაც შეუძლებელი გახდება. სტატიის მიხედვით, ევროკავშირის თავშეკავების ერთ-ერთი მიზეზი ეუთო ოდირის დასკვნა. პირველი ეს არის ეუთო ოდირის სრული ანგარიში არჩევნების შესახებ, რომელიც 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. საკითხს ვერ აგვარებს. ჩვენ ვერ ვამბობთ, რომ არჩევნები უკანონო ან არალეგიტიმური იყო. ჯერ კიდევ დარღვევებზე ვსაუბრობთ და ამ წერტილს ვერ გავწდით. განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა. საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავტორის მიერ შეფასებაში ნათქვამია, რომ არჩევნების შემდეგ ევროკავშირი ისევე როგორც ნატო ვერ წყვეტენ, როგორ წარმართონ ურთიერთობები ქართულ მხარესთან. თუმცა ამ ორ დიდ გაერთიანებას განსხვავებული პოზიციები აქვს მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობის საკითხთან დაკავშირებით. სტატიიდან ირკვევა, რომ ევროკავშირში არავის სურს ამ საკითხს შეეხოს, არავის სურს რაიმე თქვას და ქაღალდზე გადაიტანოს, განსხვავებით ნატოსგან. როგორც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, ამაზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს. ეს ევროკავშირის ჩვეულებრივი გაურკვევლობა, არავის სურს რაიმეს თქმა, არავის სურს ამ საკითხს შეეხოს და მით უმეტეს არავის სურს რაიმეს ქაღალდზე გადატანა. მეორე დიპლომატი, რომელთანაც ვისაუბრე, კიდევ უფრო პირდაპირი იყო. ჩვენ ამ ეტაპზე არ ვდგამთ ნაბიჯებს, მაგრამ ადრე თუ გვიან მოგვიწევს ამ საკითხზე პასუხის გაცემა. ალიანსის ერთ-ერთი მოხელე, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, აცხადებს. მოკლე პასუხია: დიახ, ჩვენ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად ვაღიარებთ, თუმცა სიტუაცია რთულია. ოფიციალურად ბევრს არაფერს ვამბობთ, მაგრამ თუ საჭირო გახდება მისი მოწვევა რომელიმე ღონისძიებაზე მოვიწვევთ. თუმცა წელს ნატოს მინისტერიალზე ივნისში ჰააგის სამიტზე არც ქართველი მინისტრები იქნებიან მოწვეულები და არც ქართველი ლიდერები. ნატო ვერ ამბობენ, რასაც რეალურად ობიექტურად ფიქრობენ. ასეთია ქართული ოცნების შენიშვნა იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებმაც რიკარდ იოზვიაკს ინტერვიუ ანონიმურობის პრინციპის დაცვის სანაცვლოდ მისცა. მართველი გუნდის წევრებს ეს ქმედება აფიქრებინებს, რომ სტატიის რესპონდენტები განცხადებებს ლობიზმის მიხედვით აკეთებენ. მათ მიღმა კი Deep State-ის ინტერესებს ხედავენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა დიპლომატიური პასპორტების შეჩერების საფუძვლად პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა დაასახელა.
ვერ დაარწმუნებენ ქართველებს და ძალიან რთულია ქართველების დარწმუნება, რომ თურმე საქართველოს ევროინტეგრაციის გზა გადის გაუმჭირვალეობაზე და თურმე საქართველოს ევროპული გზა გადის LGBT პროპაგანდაზე. ამას ვამბობდით და ეხლაც ვიტყვით. და აი ეს როდესაც უდევს საფუძვლად დიპლომატიური პასპორტების სავიზო რეჟიმის, ესეთ უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე, დანარჩენს ჩვენი საზოგადოება გამოიტანს აქედან მეც მაქვს დიპლომატიური პასპორტი, მქონდა ყოველ შემთხვევაში. დიპლომატიური პასპორტების შეჩერების საკითხს, რომელიც ოპოზიციასაც შეეხება, მხარი ევროკავშირში კვალიფიციურმა უმრავლესობამ დაუჭირა. წინააღმდეგი იყო სლოვაკეთი და უნგრეთი. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ევროსტრუქტურებში გაყოფილი პოზიციების გასაერთიანებლად კვლავ აქტიურად მუშაობენ ქართველი ოპოზიციონერები. მათ არჩევნების შედეგების არაღიარებაში საერთაშორისო აქტორების დარწმუნება მთავარ მიზნად ცესკოს შედეგების გამოქვეყნების თანავე დაასახელეს. ბარიერ გადალახული 4-ვე ოპოზიციური ძალა ახლაც ამ მიზნით იმყოფება ევროსაბჭოში, სადაც დახურულ კარტს მიღმა შეხვედრებს მართავს უცხოელ აქტორებთან. არანაირ ქვეყნის ინტერესს არავის არ აზიანებს პირიქით. ვაზიანებთ ივანიშვილის და რუსების ინტერესებს და მაგას გავაკეთებთ ყოველთვის და ყველგან. ევროსტრუქტურების დერეფნებში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებული მოლაპარაკებების პარალელურად ოპოზიცია ამბობს, რომ შედეგი ნაწილობრივ მიღწეულია. მათ კმაყოფილებას იწვევს 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები და აქტები, მათ შორის დიპლომატიური პასპორტების შეჩერების საკითხი. საკუთარი მუშაობის განსაკუთრებულ მიღწევად ოპოზიცია იმ ქვეყნების ჩამონათვალს მიიჩნევს, რომლებმაც ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცეს. იმათ ვინც აღიარეს პირველ დღეებში, რომ დამთავრდა მის შემდეგ არავის არ უღიარებია, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ერთ-ერთი უნგრეთია, რომელიც ამჟამად რომელსაც ყავს ხელისუფლება, რომელიც არის რუსეთის სატელიტი და ესეც შეიცვლება ძალიან მალე და ამ სატელიტსაც დაკარგავენ. სხვას არავის არ უღიარებია. ოპოზიციას აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ ეს სტატუს quo არ აღიარების, რაც არის შენარჩუნდეს. ჩვენ ყოველდღურად მუშაობთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. ეხლა პაცეს საპარლამენტო ასამბლეაზეც იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად ინფორმირებულები იყვნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იმაზე, რა ხდება ქვეყანაში. როგორ იქცევა ქართული ოცნება, როგორ აწამებს ადამიანებს. ცხადია, ძალიან წარმატებულია ოპოზიციის გუნდი საერთაშორისო მიმართულებით. ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ხდება სწორედ გადაწყვეტილებების მიღება და ეს ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ გადავარჩინოთ დემოკრატია საქართველოში. ოპოზიციის ნაბიჯები არ უკვირთ ქართულ ოცნებაში და მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ. მართვალ გუნდში ამბობენ, რომ ოპონენტები ქვეყნის ბენეფიტების წინააღმდეგ მოქმედებებში ჯერ კიდევ 2017 წელს ამხილეს, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა უნდა ამოქმედებულიყო. ჯერ კიდევ 2017-18 წლებში ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ატალახებული ჰქონდათ ბრიუსელის და სხვადასხვა ევროპული დედაქალაქის ჩინოსნების ოფისის კარებები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის არ მიეცათ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა და მანამდე კიდევ არ მოწერილიყო ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელშეკრულების გაფორმებაც არ მომხდარიყო. შემდგომში ჩვენ უკვე ვნახეთ 2022-23 წლებში პირდაპირ მტრული და მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლითაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიიღო და ეს რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა აღიარა კიდევაც საჯაროდ. ახლა ეს ტრადიცია და ეს სტრატეგია მათი მხრიდან გრძელდება. მათ იციან, რომ წააგეს არჩევნები. ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე არის ძალიან დიდი კოორდინაცია, რომ საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება არალეგიტიმურად არის ძალიან მაღალი, თუმცა ამ ყველაფრის გამაღლა თქმას ცალკეული ჩინოვნიკები ერიდებიან ევროპიდან, იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს პრეზიდენტის საკითხზე. პრეზიდენტი არის მიხეილ ყაველაშვილი და ამ მოცემულობას, რა თქმა უნდა, უნდა აღიაროს ეს მოცემულობა აბსოლუტურად ყველამ და თუ კი ვინმე რაღაც გარკვეული ზეწოლის მიზეზებიდან გამომდინარე თავს ეკავებს, ეს სიტუაციაც მალე გაქრება, ეს ზეწოლაც მალე მოიხსნება მას შემდეგ, რაც ამერიკული პოლიტიკის გავლენა გაიზრდება ზოგადად მთელ მსოფლიოში.
დიპლომატიური პასპორტებისთვის გამარტივებული წესები ევროკავშირთან 2011 წლიდან, ანუ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის მიწურულს ამოქმედდა. დღეს, როდესაც ევროკავშირი მისი შეჩერების საფუძვლად ქართული ოცნების ავტორობით მიღებულ ორ რეზონანსულ კანონს ასახელებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ძირითადი უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები ირღვევა, ქართული ოცნება რიტორიკული შეკითხვით მიმართავს. Რამდენად იყო ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა დაცული დიპლომატიური პასპორტებისთვის ამ წესის ამოქმედებისას?